მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ჩვენი ლიდერები გრიგოლ გეგელია და თაზუდათონაშვილი არიან ავსტრიაში, ვენაში ესწრებიან ალდეს კონფერენციას. მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებენ ამ პროცესში და ჩვენი ლიდერების ინიციატივით იქ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი შევიდა ამ რეზოლუციაში, რომელიც პირდაპირ ამბობს იმას და აღიარებს, რომ სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ტერიტორია და რუსეთი ცდილობს ანექსია მოახდინოს ამ ტერიტორიის და ეს ორი ოსეთის თემა, რომელიც შემოიტანეს, აი ჩვენი ლიდერების ძალისხმევით რეზოლუციაში ძალიან აშკარად ჩაიწერა ეს, რომ არანაირი ორი ოსეთი არ არსებობს და რეალურად ეს არის საქართველოს ტერიტორია. უბრალოდ აქ ხაზგასასმელია ის ამბავი, რომ რაც არ უნდა ჩვენმა ოპოზიციურმა წარმომადგენლებმა, ლიდერებმა ევროპულ სტრუქტურებთან ითანამშრომლონ, საუბრონ და ძალისხმევა არ დაიშურონ. ერთია ეს ამბავი და მეორე არის რეალობა, რომელ რეალობაშიც ქართული ოცნება ჩვენს ქვეყანას ამყოფებს, ხო? მთელი პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში ევროინტეგრაციაზე და ევროინტეგრაციის შეჩერებაზე ბუნებრივია ეკისრება ქართულ ოცნებას და ჩვენ ეს უნდა ავუხსნათ ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს, რომ სრულად პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს ხდება, რომ შეწყვეტილია კავშირი დასავლურ სტრუქტურებთან და იქ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები არ დადიან და მის ნაცვლად სადაც დადიან ამ დღეებში ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ხო, ირანში და ასე შემდეგ და ეს ვექტორი აქვს არჩეული. აი ამაზე არის საუბარი, სრული პასუხისმგებლობა იმაზე თუ შეწყდება ვთქვათ ვიზა ლიბერალიზაცია და სხვა სიკეთეები შეიძლება დაკარგოს ქართულმა სახელმწიფომ, ამაზე აბსოლუტური პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას. თუმცა სასიხარულოა ის ყველაფერი, რაც ამ რეზოლუციაში არის აღნიშნული, ცალსახად, იმიტომ რომ არ მიდის ჯერ საუბარი არც ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტაზე, არც სხვა სიკეთეების დაკარგვაზე. ევროსტრუქტურები ქართულ ხალხს სრულად უჭერენ მხარს ამ ეტაპზე და ეს მხარდაჭერა გამოხატულია ამ რეზოლუციაშიც, თუმცა ერთია ეს მხარდაჭერა და მეორეა ის პოლიტიკა, რომელიც უნდა აწარმოოს ქართულმა ხელისუფლებამ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ და ამ პოლიტიკას რომ არ აწარმოებს და ამის ნაცვლად ყოველფეხის ნაბიჯზე ირღვევა ადამიანის უფლებები, არ არსებობს თავისუფალი სასამართლო ქვეყანაში და არ ვიცი ერთი პირი ვთქვა თუ პირველი პირის ნებასრულზე არის დამოკიდებული ყველაფერი, ჩვენ ხედავთ თუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესია და ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესია, როგორ ფორსირებულად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ფაქტობრივად კვირაში 2 და 3 პროცესი იმართება, თუ მათი პოლიტიკური ნება, საქართველოს ბევრი მოქალაქე წლების განმავლობაში ეძებს ამ ქვეყანაში სამართალს და როცა მოშლილია ეს ინსტიტუციური ბალანსი, როცა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი მიდის უკან და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ზის დარბაზში, სადაც ისმის სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ასეთ დასავლურ ლიდერებს, ბუნებრივია, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ვერ მივა იმ დასასრულამდე, რომელიც არის ქართული ხალხის ინტერესი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი და ამაზე აუცილებლად კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, რომ სრულად პასუხისმგებელი ამაზე არის ქართული ოცნება და მისასალმებელია ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი ლიდერები იღებენ ამ მიმართულებით და ესაუბრებიან ყველა საქართველოს ინტერესებზე, თუმცა აქაც ადგილზე აუცილებელია პრაქტიკული, პრაგმატული დასავლური პოლიტიკა გატარდეს, სხვა შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად მივართ ძალიან ცუდ შედეგებამდე და ამაზე პასუხისმგებელი კიდევ ერთხელ არის ქართული ოცნების ხელისუფლება. კი ბატონო, დანიკა, მინდა ვისაუბროთ იმაზე, რა ხდება ზოგადად დედაქალაქში და დავაზუსტებ რას გულისხმობ. ახლა ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ნახეთ კადრები, ალბათ თქვენც ნახავდით, რა ხდებოდა გუშინ ვაშლიჯვარში, რაღაცა ყოფით ნიადაგზე დაიწყო, როგორც გაირკვა შემდეგ მედიის მხრიდან დაპირისპირება, მაგრამ თითქოს რაღაც ნორმალურ ამბად იქცა, რომ ადამიანი, არ ვიცი რა ტიპის პრეტენზიაც არ უნდა გქონდეს, გამოვიდეს ქუჩაში, არ ვიცი სადაც დასახლებული პუნქტია, ბავშვები იმყოფებიან ეზოში, 6 გასროლა მოახდინოს, იყოს დაჭრილები, რომლებიც ახლა მკურნალობას გადიან სამედიცინო დაწესებულებაში და ეს არ არის ისედაც პირველი ამბავი, როდესაც ჩვენ ხედავთ თბილისში სხვადასხვა უბნებში ესეთი ტიპის რაღაცა გარჩევებს, ხო? რა სიტყვით ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით არის თუ არა ეს პრობლემა? მადლობა ამ კითხვისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ჩვენი კოალიცია ლელოძლიერი საქართველო ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრს საუბრობთ იმაზე, რომ თბილისი არ არის უსაფრთხო ქალაქი და ეს კიდევ ერთი კომპონენტია, რომელიც გუშინ მოხდა ვაშლიჯვარში დაპირისპირებამ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ერთია რეალობა, რომელშიც დღეს თბილისელებს უწევთ ცხოვრება და ზოგადად საქართველოს მოქალაქეებს და მეორე არის ქართული ოცნების ხელისუფლების განცხადებები, რომ თითქოს ქვეყანაში არის წესრიგი. გუშინ მომხდარი ფაქტი არ არის ცალკეული შემთხვევა.
დატოვა, ალბათ ერთი თვეც არ არის გასული თქვენ გემახსოვრებათ ქურდიანზე რომ მოხდა დაპირისპირება, სადაც ასევე სროლა იყო. ეხლა რაც მახსენდება მე კიდევ ჭავჭავაძის გამზირზე იყო სროლა, სადაც ადამიანი დაიღუპა, ასევე გმირთა მოედანზე იყო სროლა. ანუ ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ხო? ესეთი შემთხვევები ჩვენ ხშირად გვახსენდება და სწორედ ეს იმაზე მიუთითებს, რომ მხოლოდ ის რომ დამნაშავე დაიჭირა, ეს ვერ ჩაითვლება გამარჯვებად. ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს, რომ მოახდინოს პრევენცია, რომ ადამიანები საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოებში იყვნენ დაცული, აბსოლუტურად უმისამართო სროლა იყო და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ იქ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს მოხვედროდა ეს ტყვია და როგორც გავიხსენე, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, უკანასკნელი დღეების განმავლობაში არაერთი ასეთი შემთხვევა მოხდა. და ზოგადად მე მინდა ამაზე კიდევ გავამახვილო ყურადღება, რომ ეს მარტო ყოფითი პრობლემები არ არის. ამ დაპირისპირებას, ამ შუღს საზოგადოებაში ქართული ოცნების რიტორიკაც, მათი ხელისუფლების პოლიტიკაც უწყობს ხელს, არ ვიცი, ვის მოეწონა პარლამენტში ბოლო დროს რაც მოხდა, ეს გამართული მუშტიკრივი ეს, ამის მულტიპლიკაცია ხდება, ეს ჩვეულებრივად გადადის მერე საზოგადოებაში, როგორც იქცევა ქართული ოცნების ხელისუფლება, ისე იქცევა მერე გარკვეული ნაწილი ჩვენი საზოგადოების, იმიტომ რომ თვლიან, რომ ეს არის ნორმა, ეს არის წესი და ნაცვლად იმისა, რომ რაღაც პოლიტიკური დიალოგი მიდიოდეს, რაღაც სხვა მიმართულებით წყდებოდეს, ხო, პრობლემები ყველა უკვე იყურება მუშტზე, იყურება იარაღზე, იმიტომ რომ ამის პროვოცირებას აკეთებს ქართული ოცნების ხელისუფლება. დღეს 5 ივლისია, მე მინდა ამ თემასაც შევეხო, ძალიან მძიმე თემაა და ესაც კიდევ ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, მაშინ ნამდვილად წინასწარ იყო ცნობილი. შემდეგ სამწუხაროდ ნიკა დღემდე დაუშჯელები არიან ეს ადამიანები. წინასწარ იყო ცნობილი, ბუნებრივია, რომ იგეგმებოდა მსგავსი რა, მაგრამ არანაირი პრევენციული ღონისძიებები არ გატარებულა. პირიქით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა იყო წაახალისა და რაც გამოიწვია ამ ყველაფერმა ჩვენ ნახეთ, ამას შეეწირა ჟურნალისტი, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი, ხო? იმ დღეების განმავლობაში და ამის შემდეგაც დაისაჯნენ გარკვეული შემსრულებლები, დაბალი დონის, ასე ვთქვათ, მონაწილეები ამ შემთხვევაში და ორგანიზატორები, ვინც ეს ყველაფერი დაორგანიზა და ვინც ამ ყველაფერს ხელი შეუწყო და ვინც სათავეში იყო, იმ ადამიანების მიმართ არანაირი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და აი ეს პოლიტიკა რეალურად იმის გამსაზღვრელი, რომ უკვე არ ვიცი, აი ეს ეკა კუპატაძის და მისი შვილის ამბავიც რომ გავიხსენოთ, ხო, ეს მოზარდებში არის უკვე დაპირისპირება, ქუჩაში არის დაპირისპირება და ამ ყველაფერს უწყობს ხელს ის რომ ქართული ოცნება არ მიდის ეროვნული რაღაც შერიგებისკენ, ამისკენ ჩვენ მოუწოდეთ კიდევ ჩვენმა პოლიტიკურმა კოალიციამ დასაწყებია ქვეყანაში დიალოგი, რაღაც ნაბიჯებია გადასადგმელი, იმიტომ კი არა რომ ჩვენ ქართული ოცნების ხელისუფლება გვესიმპათიურება, ნამდვილად არა, პირიქით, აბსოლუტურად პირიქით, მაგრამ საზოგადოება იჭყლიტება ამ პროცესში და აუცილებელია რომ რაციონალურმა, დემოკრატიულმა, საღად მოაზროვნე პოლიტიკურმა ძალებმა ამისკენ მიუთითონ ქართული ოცნების ხელისუფლება, სხვანაირად ეს დაპირისპირების ხაზი, ეს დაპირისპირების სპირალი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ამის დამზღვევი და პრევენციული ღონისძიება არის ის, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს ის რიტორიკა, რომელიც აქვს, ასევე დევნა პოლიტიკური ლიდერების მიმართ, ციხეში გამომწყდება ადამიანების აბსოლუტურად უსამართლოდ ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრებზე ვსაუბრობ, ხოშტარიას ამბავი იყო ძალიან აქტუალური ბოლო დღეების განმავლობაში ადამიანი ბანერზე წარწერისთვის იყო ციხეში გამოკეტილი და არაერთი ესე ხო, ნუ ეხლა გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ ისიც ფაქტობრივი ციხეა, რა თქმა უნდა, ეკაც ადამიანს შეზღუდული აქვს თავისუფლება და ყველაფერში ამაში, რა თქმა უნდა, დამნაშავე და პასუხისმგებელი არის ქართული ოცნების ხელისუფლება, მის მიერ წარმოებული პოლიტიკა, რომ ქვეყანაში ყველა ფეხის ნაბიჯზე ხიფათი არის ჩასაფრებული. კი ბატონო. და აი თქვენ ახსენეთ სხვათა შორის პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება და ესეც ერთგვარად ნიშანდობლივია, რომ თითქოს არაფერი არ მომხდარა, ისე გააგრძელეს მათ შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ყველაზე მეტი აგრესიით გამოირჩეოდა, ხომ, იმ დაპირისპირებაშიც, ისევ რაღაცა გახარიას გუნდს დაბრალდა, რომ მათი მხრიდან იყო ეს პროვოკაცია მოწყობილი და ამიტომ აი თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ რაღაცნაირად ეს აგრესია, რომელსაც ახალისებს თავად ხელისუფლება, ხდება გადამდები საზოგადოებაზე. ხო, ასეთ დროს რა შეგვიძლია ამაში რომ გავაკეთოთ? ჩვენ, მათ შორის მედიამ, არ ვიცი, თქვენ, თუნდაც პოლიტიკურმა პარტიებმა ახალისებული დაუსჯელობის ფონზე.
ძალიან რთული კითხვაა, იმიტომ რომ ესეც კომპლექსურ ბევრ ნაწილს მოიცავს, ძალიან ბევრი მიმართულებით არის ამ ხრივ სამუშაო, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიდეთ იქამდე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება შეიცვალოს. მათი გეოპოლიტიკური მიმართულებები, მათი ეროვნული პოლიტიკური მიმართულებები ნებისმიერ შემთხვევაში მიდის ძალადობისკენ, იმიტომ რომ რეალურად ეს ხომ არ არის დემოკრატიული ხელისუფლება, ეს არის რეჟიმი, რომელიც უკვე ძალადობაზე დგას და ამის კიდევ არ ვიცი ახლა რომ საუბრობთ არაერთი ფაქტი მახსენდება, სადაც ეს ძალადობა არის წახალისებული, გორში მომხდარი ამბავი, სადაც ერთ ადამიანს, არ ვიცი, 7 თუ 8 პოლიციელი ურტყამდა, ესეც ამის გამოხატულებაა, იმიტომ რომ ამაზე დგას რეალურად როგორ სრულდება თუნდაც ეგ ისტორიები, შემდეგ პოლიციელების წინააღმდეგ თავად დაზარალებულები, ანუ მსხვერპლები წერენ განცხადებებს, რომ თურმე არანაირი პრეტენზია არ აქვს და ან საერთოდ არ აღმოჩნდებიან ხოლმე ეს პოლიციელები პასუხისგებაში, ან რამდენიმე თვეში გამოდიან გარეთ. კი ბატონო, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ბუნებრივია ამას ეს ადამიანები ახლა არ აღიარებენ გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ თქვენს ტელეკომპანიაშიც გავიდა ნოდარ მელაძის შაბათში სიუჟეტი, სადაც ადამიანებს ხო რა დღეში ჩააგდეს ახალგაზრდა ადამიანები, მაგრამ შემდეგ ამ ადამიანებმაც ასევე ნოტარიულად დამოწმებული განცხადება წარადგინეს, რომ არანაირი პრეტენზია არ აქვთ. როგორ შეიძლება რომ პრეტენზია არ ქონდეს, ღირსება შეულახეს ადამიანებს აწამეს ფაქტობრივად, მაგრამ ნუ ესეთ რეჟიმის პირობებში ვცხოვრობ და ამას ჭირდება ამაზე ბევრი საუბარი და კარგია რომ დღეს მოგვეცა ჩვენ შესაძლებლობა რომ ამ თემებზე გვესაუბრა, ამას ჭირდება ბევრი საუბარი, მოსახლეობასთან კომუნიკაცია არა მხოლოდ ტელეეთერებით, ასევე უშუალოდ ადგილზე, ველზე სიარული, რაც ეხა ჩვენი პოლიტიკური ლიდერები აკეთებენ, გუშინ მაგალითად რუსთავში ვიყავით, სამეგრელოში არიან ჩვენი გარკვეული ლიდერები, აგ ერთი ნაწილი დასავლეთში არის და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობ, თუმცა ამას ერთი პოლიტიკური ჯგუფის მუშაობა არ ყოფნის, არც ბევრი პოლიტიკური ჯგუფის ამ ხრივ უნდა კონსოლიდირდეს საზოგადოება და საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა თუ არა კიდევ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ცხოვრება, იმიტომ რომ ეს ცხოვრება, რასაც უქადის მათ ოჯახებს და მათ შვილებს, ხელის გულზე არის, როგორც ვთქვით, ყველა ფეხის ნაბიჯზე ხიფათი არის ჩასაფრებული ჩვენს ქალაქში და ქვეყანაში.